ისრაელის სამხედრო ავიაციამ ლიბანის სამხრეთში მდებარე რამდენიმე სოფელზე იერიში მიიტანა. ისრაელის არმიის განცხადებით იერიში სამიზნე იყო სამხედრო ინფრასტრუქტურა, რომელიც შიიტურ შეიარაღებულ დაჯგუფება ჰეზბოლას ეკუთვნოდა. იერიშამდე ცოტა ხნით ადრე ისრაელის სამხედროების არაბულენოვანმა სპიკერმა ავიხაი ადრიამ ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდა ტერიტორია დაეტოვებინათ. თავდასხმის შედეგად დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გავრცელებულა. ძლიერი აფეთქების შედეგად ჩამოინგრა ერთ-ერთი შენობაც. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ სასწრაფო დახმარებისა და სამოქალაქო დაცვის ჯგუფები, რომლებიც ხანძრის ლიკვიდაციას ცდილობდნენ და ნანგრევებში დაზარალებულებს ეძებდნენ. აფეთქების ადგილას მიმოფანტული იყო ჭურვის ნამსხვრევები. ისრაელი, რომელსაც ლიბანის სამხრეთსა და აღმოსავლეთ ნაწილებზე თითქმის ყოველდღიურად მიაქვს იერიში ჰეზბოლას სამხედრო პოტენციალის აღდგენაში ადანაშაულებს, მიუხედავად ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა, რომლითაც 2024 წლის ნოემბერში მრავალთვიანი დაპირისპირება ფორმალურად დასრულდა, ისრაელი მაინც ატარებს ოპერაციას ლიბანის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში. ლიბანის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყნის მასშტაბით ყველა არასახელმწიფო შეიარაღებული ჯგუფის, მათ შორის ჰეზბოლას განიარაღებას გეგმავს. ამასთან ოფიციალური ბეირუთი ისრაელს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელზე ნებისმიერი თავდასხმა შესაბამის შედეგებს გამოიწვევს. მისი თქმით, ქვეყანა კვლავ სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას და წინ კიდევ არაერთი რთული გამოცდა ელოდება.